მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა. დღეს ჩემი სტუმარი არის ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, ექიმი გასტროენტეროლოგი და ენდოსკოპისტი, ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ხელმძღვანელი. ჩვენი კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში და შეგახსენებთ, რომ იმისათვის რომ მოხდეთ ჩვენ ექიმებთან კონსულტაციაზე, საჭირო არის წინასწარი რეგისტრაცია, ამისათვის დარეკეთეთ ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო და უცნაური თემა შევარჩიეთ, ისეთი ნაკლებად პოპულარული, თუმცა ძალიან აქტუალური, ეს არის გასტროენტეროლოგია და პირისღრუს დაავადებები. და გეტყვით იმასაც, რატომ შეირჩა ეს თემა, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მოსახლეობისთვის საკმაოდ ძვირადღირებული სტომატოლოგიური მომსახურებები, ამიტომაც პირისღრუს ჰიგიენა, ესთეტიკა და ჯანმრთელობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, პრაქტიკულად ყველა ადამიანისთვის არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და ხუმრობაც გვაქვს ხოლმე, რომელი სპეციალობა არისო მედიცინაში უფრო პოპულარული და სტომატოლოგიო და რატომო და აბა წარმოიდგინეთო, იქ 32 კვირია მისახედიოდა აქ ერთი პაციენტი. მართლაც ესეა, ხუმრობა იქეთ იყოს და სტომატოლოგია უმნიშვნელოვანესი დარგია ჩვენ მედიცინის და მინდა ვთქვა კიდე ერთი რამ, რომ იგი ძალიან მჭიდრო კონტაქტში იმყოფება ნუტრიციოლოგიასთან და რა თქმა უნდა გასტროენტეროლოგიასთან. ბატონო ზაქარია, მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ გამომინახეთ დრო, რომ ჩავწეროთ კიდე ერთი მორიგი საინტერესო გადაცემა და მინდა პირდაპირ დავიწყო კითხვით. რა კავშირია გასტროენტეროლოგია პირისღრუს ჯანმრთელობასთან? აქ არა მარტო სტომატოლოგია მოიხსენიება, თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე, რომ ძველი ექიმები, ანტიკური ექიმები ხანდახან ენითაც კი სვამდნენ დიაგნოზს, ზოგი შარდით, ზოგი ენით, ანუ პირისღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად ასახავს. რა თქმა უნდა. საჭმლის მომნელებელი სისტემა იწყება კბილებიდან. პირისღრუდან. პირისღრუ არის საჭმლის მომნელებელი სისტემის საწყისი დასაწყისი. რა თქმა უნდა, პირისღრუს ჯანმრთელობა განაპირობებს სწორ მონელების პროცესს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის სწორ მუშაობას და ასე შემდეგ. ერთი რა არის თავარი? კბილები და მის სიჯანსაღი პირდაპირ კავშირში არის საკვების პირველად დამუშავების ხარისხთან. კი ბატონო. რა მდგომარეობაშია კბილები, ამაზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენ საკვებს, როგორ ვღეჭავთ, რანაირად ვამუშავებთ მას და როგორ ვამზადებთ კუჭში გადასასვლელად, რომ კუჭს ზედმეტი ჯაფა და ზედმეტი ვარგი არ ქონდეს. ამიტომ ჩვენ კუჭსაც ვიცავთ, რასაც პირისღრუ დაცულია კარგად. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელსაც პირისღრუ ჯანსაღი აქვთ, მაგრამ ჩხარა ჭამენ. ლუკმას ორჯერ აქეთ-იქეთ მოიქცევენ და თეთრკვებით აშლობათაც კი ხასდება ხოლმე პაციენტებს, რომ კბილების გასაკეთებელ საქმეს კუჭს მოაკეთებიებთ. ეგ ერთი. როდესაც კარგად დამუშავდება პირისღრუში საკვები მასა, ის მექანიკურადაც ნაკლებად აღიზიანებს უკვე საღლაპავსაც, რომელმაც უნდა კუჭს გადასცეს ეს დაღეჭილი საკვები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ყველა მონაკვეთს აქვს თავისი განსაკუთრებული ფუნქცია. ეს არის საინტერესო, ესე უხეშად რო ვთქვა, საინტერესო ქარხანა, გადამამუშავებელი ქარხანა. სხვადასხვა საამქროებით. საკვების, ანუ ნედლეულის მიმღები პირველი პუნქტი ეს არის პირისღრუ. პირისღრუს სიჯანსაღეზე დამოკიდებული არის, როგორ გადამუშავდება და როგორ ნახევარფაბრიკატად იქცევა ეს ჩვენი საკვები და როგორ გადაეცემა შემდგომ საღლაპავის გავლით მეორე ძალიან დიდ და ძალიან საპასუხისმგებლო ორგანოს, რომელსაც კუჭი ქვია. პირისღრუს დაავადებებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფი არის გარდაკვირვების სიჯანსაღისა ხახის ანთებითი პროცესები. პირხახის, ხორხახის, სხვა შორის გასტროენტეროლოგიური პრობლემები
რომელიც პირდაპირ კავშირში არის რეფლუქს დაავადებებთან, ძალიან ცუდად აისახება ხოლმე პირის ღრუს სიჯანსაღეზე, იმიტომ რომ ეს გამუდმებული გულწმარვები და ეს რეფლუქსები მჟავა კუჭის მჟავაში გთავსით პირის ღრუს pH-ის ცვლილებას იწვევს. სუსტ ტუტე არეში და აზიანებს. სუსტ ტუტე არის, რომელსაც უნდა შეიცავდეს ჩვენი პირის ღრუს გარემო. ის მაგივრად ძალიან ხშირად ხდება ხოლმე გამჟავიანება პირის ღრუსი და ეს კბილებზეც აისახება ხოლმე. ბატონ ზაქარია, კბილებზე დალექილი ქვები. ეს არის ზუსტად მჟავა მარილები, რომელიც ილექება ამ ქიმიური რეაქციის შედეგად. პირის ღრუს სიჯანსაღესთან აქვს პირდაპირ კავშირი, იმიტომ რომ ნერწყვი კი არის ტუტე გარემოსი, ზუსტად ტუტე გარემოსი, მაგრამ ხშირი გულწმარვების შედეგად, მაღალი გულწმარვების, ანუ მაღალი რეფლუქსების დროს განსაკუთრებით ღამის საათებში, როდესაც ჩვენ ჰორიზონტალურ მდგომარეობას ვიღებთ, ადვილად ამოდის ეს რეფლუქსით ჩვენი კუჭის სიმჟავე და საკმაოდ ხანგრძლივად ადამიანს დაახლოებით 8 საათი ძინავს და 8 საათის განმავლობაში მჟავა გარემო ჭარბობს ხოლმე პირის ღრუში. ამიტომ არის პაციენტები ძალიან ხშირად უჩივიან დილით რო ვიღვიძებს, ძალიან ცუდი გემოვნა აქვს პირში. გემოვნების რეცეპტორებსაც აღიზიანებს, რა თქმა უნდა, ეს და დილით ესეთ პაციენტები ვიღვიძებენ ხოლმე მეტალის რაღაც უცნაური გემოთი პირში და თუ საფუძვლიანად არ დაიმუშავეს პირის ღრუ საცხი პასტებით ფაქტიურად საკვების გემოსაც ვეღარ გრძნობენ ხოლმე მერე კარგახანი პირველ კვების დროს და როგორია რომ დილის პირველ უკმას სჭავა ადამიანი და ცუდი გემო რო აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილის ჰიგიენა, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ. პირში ფაქტიურად ბაქტერიული ფლორაა გამრავლებული და ისედაც ნივთიერებების ეს ძალიან საინტერესოა. ბატონ ზაქარია, კიდე ერთ დეტალსაც დავამატებდი. გასტროეზოფაგური რეფლუქსის გარდა ზოგს ჩვევის მანერაც აქვს განსაკუთრებული, როგორ დაიდებს ბალიშს, რა ზომის არის ეს ბალი. ხო, ბევრი დეტალი განაპირობებს, ხო მართალია, პირის ღია აქვს თუ არა ძილის დროს და ასე შემდეგ. სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელიც ყველაზე ხშირად და ყველაზე გავრცელებული ინფექცია პირის ღრუსი. ტონზილებზე განსაკუთრებით. ტონზილებზე, ხო? ეს პირდაპირ კავშირში არის ქრონიკულ ანთებით პროცესებთან, რომელიც რეფლუქს დაავადებით არის გამოწვეული უმეტეს შემთხვევაში. არა მარტო რევმატოლოგიური პრობლემა. იმიტომ რომ ქრონიკული ანთება, რომელიც ყალიბდება აი ამ მჟავა ზემოქმედებით, რეფლუქსის შედეგად მჟავა ზემოქმედებით პირის ღრუს ლორწოვანზე და ხახის ლორწოვანზე, იქ მუდმივი ქრონიკული ანთება ყალიბდება და ანთებითი ლორწოვანები თქვენ კარგად იცით რომ ძალიან კარგი მიმღებლები არიან ნებისმიერი ბაქტერიების, რომლებიც მრავლად არის გარემოში, ხო? ზოგი ჩირკბადი ბაქტერია, ზოგი როგორი და ზოგი როგორი. ხო. ამიტომ ადამიანი გარემო სამყაროსთან შეიძლება ვამბობ ხოლმე ამას და ეს მინდა რომ გაითვალისწინოს ჩვენ მოსახლეობა გარე სამყაროსთან კავშირს ადამიანი და ცოცხალი ორგანიზმი ამყარებს საჭმლის მომნელებელი სისტემით. ის გარე სამყაროდან საკვებს იღებს და გარე სამყაროში უარგის ნივთიერებებს უნდა აფრქვევდეს. დანარჩენი სხვა ორგანოთა სისტემა ფაქტიურად ჩაკეტილია და გარე სამყაროსთან კავშირი არ აქვს. არც ღვიძლს თუ არ ჩავთვლით რომ ღვიძლი ესეთივე გადამამუშავებელი ორგანოა უკვე ხო, მაგრამ უშუალოდ გარე სამყაროში ნატურალური პროდუქტები რაც არის, მასთან კონტაქტი ჩვენ გვაქვს საჭმლის მომნელებელი სისტემით და ამ ორგანოთა სისტემის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება დაცული უცხო აგენტებისგან, ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება ვისაც აქვს, ეს ადამიანები ძალიან ხშირად იტანჯებიან ჰალიტოზით, ასე ვთქვათ, პირიდან სუნით.
რაც პირდაპირ კავშირში არის ამანთებად ლორწოვანზე ბაქტერიული კოლონიების დასახლებით. ელის ძირზე პირდაპირ ჩანს ხოლმე მორუხო, მოთეთრო მორუხო ესეთი ბაქტერიული ნადები, რომელსაც სუნი აქვს ბაქტერიებს, არის ესეთი ბაქტერიები, რომლებსაც აქვს ძალიან მყრალი სუნი. სხვა შორის ცოლკურ ურთიერთობაში, ვისაც ესეთი ჰალიტოზი აქვს და ბაქტერიული ნადებები აქვს, ხო? შესაძლებელია, რომ დიდი პრობლემები წარმოექმნათ მათ, იმიტომ რომ შეუძლებელია ხანდახან იმისთანა სუნი მოდის, რა თქმა უნდა ეს ამას ერთვის კიდევ კუჭიდან წამოსული სუნი თუ კარდია არ იხურება კარგად. მოგეხსენებათ კარგად, რომ რეფლუქს დაავადების დროს ძირითადად კუჭი ცილას ვერ ინელებს და ცილას ალპობს და ასეთი სუნები მოდის შენ საყვარელი ადამიანი გიდგას გვერდით და ეს სუნი მოდის იქიდან, ხო? ეს არის საშინელება და ბევრი ოჯახი დანგრეულა, მე ვიცი ამის გამო. ხო. მოკლედ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭეა, ასე ვთქვათ, გარე სამყაროს შესაცნობად ჩვენი პირის ღრუ. გემოვნების რეცეპტორები აქ არის განლაგებული. გარე სამყაროსთან კავშირს კიდევ მეორე ერთ-ერთი დამაკავშირებელი არის ჩვენი პირის ღრუ, იმიტომ რომ ვას მოწყვეთ პირის ღრუიდან გაიგო მისი გემო. კი ბატონო. კაი მწვადის ნაჭერია, კარგად გამოიყურება, მაგრამ როგორი გემოსია, ეს უნდა პირის ღრუთი აიგო და მისი სიჯანსაღეს ადამიანისთვის არა მარტო ჯანმრთელობა მოაქვს. სიამოვნებაც იმ მხრივ, რომ სწორად აღიქვავს გემოებს. გურმანებისთვის ეს განსაკუთრებულია. კი ბატონო. ბატონო ზაქარია, ეხლა ჩემ ინტერვიუს ცვლილობის დროს ჩემ წინ დგას ჭიქა, რომელშიც მცენარეული ჩაი ასხია და შემთხვევითი არ არის, ამით მინდოდა კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების ტემპერატურას, არა მარტო კაჭნაწლავის, არამედ პირის ღრუს ჯანმრთელობისას დაცვისთვის. ძალიან ბევრი ადამიანს აქვს მამნეჩვევა ძალიან ცხელი ჩაი და ყავა დალის, ან ძალიან ცივი, რაც რა თქმა უნდა იწვევს მიკროდამწვრობებს, არა მარტო პირის ღრუში, არამედ მიკროდამწვრობებს და მიკრომოყინვებს. მიკრომოყინვებსაც, კი ბატონო, ნებისმიერი მათგანი ძალიან სახიფათოა და პოტენციურად ძალიან ბევრი გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, ხო მართალია? რასაც შეიძლება არ აქცევდეს ყურადღებას ადამიანის, ჩემ ახლობლებშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სულ ეჩხუბები ხოლმე, რატომ იყენებთ ეს. საქმე იმაშია, რომ პრაქტიკულად ძნელად მოიძებნება ბუნებაში ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ესეთ ტემპერატურულ იმაში, როგორ ვთქვათ, ზღვარში იღებს საკვებს, ხო მართალია, ესეთი მდუღარე და ესეთი ცივი და ეს რა თქმა უნდა არც ისე კაი, იმიტომ რომ დამწვრობები არსებობს არა მარტო პირის ღრუში. პაციენტებს ხშირად ვეუბნები, არიან ხოლმე პაციენტები, ახლა ყველა ჩემთან მიცმოდიან, მე გასტროენტეროლოგის გარდა ვარ კიდე ენდოსკოპისტი და სრული ენდოსკოპისტი. ამიტომ ხშირად მიწევს ხოლმე მე ლარინგოსკოპიების წარმოება. დიახ. ხორხის დაავადებებისა და გამო. და ჩემი დაკვირვებით ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში სვავენ გაყინულ წყალს მაცივებს და იგივე ადამიანები ძალიან ცხელ ჩაის მიირთმევენ. ზოგიერთ სოცნაური ჩვევა აქვს, რომ ცხელი წვნიანი უნდა ძალიან ცხელი წვნიანი უნდა მიიღოს და უნდა შიგადაშიგ ყინულიანი წყალით უნდა დააყოლოს. რაც როგორც სტომატოლოგებსაც ვიცი რომ არ უყვართ, იმიტომ რომ კბილების dabzarvaსაც იწვევს, ხო ასეთ თემას. dabzarva კიდე ბევრს არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება ეს გახდეს მიზეზი ავტოსებელი პროცესების წარმოშობის. იმიტომ რომ ტემპერატურული ესეთი დიდი რყევა პაციენტებს ხშირად მithქვიოს ხშირად ზაფხულში ცივი წვიმა და შემდგომ თაკარამზე ისევ ცივი წვიმა და კლდეს ანგრევს. ეს ხშირი გაფართოება შეიწურება და კლდეს ერევა და ხორხის და პირის ღრუს და საყლაპავის ლორწოვანს რას უსწავს. არაფრით არ შეიძლება. ამიტომ ოთახის ტემპერატურის წყალი ვირთვათ
შედარებით შეგრილებული ყავა, თუ მაინც ყავა გინდათ, ან ჩაი გინდათ. ან კომპოტს თუ სვავთ, ძალიან გაყინულს მომიერთებთ. გემოს მაინც არ უხდება გემოვნებასაც ეს, იმიტომ რომ მე თქვენ გეტყვით თუ გინდათ რომ მთელი ბუკეტი შეიგრძნოთ, აი არომატის. ძალიან ცხელი თუ არის იმას ვერც გაიგებ. რეცეპტორებსაც აზიანებს თავისთავად, აბა ხო ესე. რა თქმა უნდა, აზიანებს. მოკლედ აი ეს არის, რაც შეეხება ჩვენს პირის ღრუს. და პირის ღრუს დაავადებები, პირის ღრუს ბატონო ზაქარი, თქვენ ლარინგოსკოპი ახსენეთ, რომელიც ჩვენ კლინიკაში წარმატებით ტარდება ენდოსკოპიის სხვა მეთოდებთან ერთად. ძირითადად რა პათოლოგიით მოგმართავენ, რადგან უკვე ამ თემაზე საუბრობთ? კლინიკა ჩემი ვინაიდან არის გასტროენტეროლოგიური კლინიკა. უფრო ძირითადად მოდიან გასტროენტეროლოგიური პაციენტები, მაგრამ თქვენ იცით რომ მე ონკოლოგიურში მუშაობ 17 წელიწადი. გარკვეული ცნობადობა აქვს თავკისრის ექიმებს ჩემი და გარკვეული ნდობაც ახლა არ მინდა თავისქება და მიგზავნიან პაციენტებს სადიაგნოსტიკოდ. თუნდაც ბიოპსიების ასაღებად, თუნდაც გასათვალიერებლად, ხო? ასე რომ იშვიათობა არ არის ჩვენ კლინიკაში ესეთი კვლევები. იგივეს ვიტყვი ბრონხოსკოპიებზე. ბრონხოსკოპია გასტროენტეროლოგ კლინიკაში რატომ ტარდებოდეს, მაგრამ გვაქვს ბრონხოსკოპი. გვაქვს სპეციალისტი ჩემი სახით და ანუ ბრონხოსკოპიებზეც ძალიან კარგი აპარატი გვაქვს ასევე, რომელიც ეგზე რა, რაც ის არის გასტროსკოპი, იგივე ფირმის, იგივე აპარატები გვაქვს. ახალი აპარატები, კარგი ხედველობით, ყველანაირი თავისი რუსები რო იტყვიან ნავაროტკებით. ბატონო ზაქარი, თქვენ ბრონქოსკოპი ახსენეთ და კიდე ერთი რამ მინდა შევახსენოთ. ჩვენ ბავშვობაში ესე გვდიდნენ, რომ როცა ჭამდით არ უნდა გვესაუბრა. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ცოტა გვიან უკვე სკოლაში რომ ვისწავლე ანატომია, მაშინ მივხვდი რამხელა მნიშვნელობა აქვს. მე ელემენტარულს გეტყვით ახლა. აბა თქვენ ცულა იცით? ცუდად. ჩაგდით ბასეინში და გაცურეთ 100 მეტრო შუმად. მაგრამ მეორე 100 მეტრო გაცურეთ თან ილაპარაკეთ, ერთი როგორ გაცურეთ. სასწრაფოდ დაიღლებით, იმიტომ რომ ლაპარაკი სხვა სუნთქვის რიტმს მოითხოვს. კი ბატონო, ესეც რა თქმა უნდა. შურვა სხვა სუნთქვის რიტმს მოითხოვს და ჭამაც იგივეა. გარდა იმისა, რომ სასულეში მოხდეს შეიძლება საკვები და გამოიწვიოს შემდგომი პრობლემები, შეიძლება ელემენტარულად ჭამა კვებაც იგივეა. როგორ შეიძლება რომ თან ჭამდეს ადამიანი, თან იდგეს და ლაპარაკობდეს გაუთავებლად დაიღლება. გულზე დატვირთვა ეს კიდე დამატებით. ეს ახალგაზრდა თაობის ძალიან ცეთი სერიოზული, ასე ვთქვათ, ცუდი ჩვევა. ლაპარაკს კი არ გვიშლიდნენ მარტო. მაგალითად, მე გეტყვით ბებიაჩი მიშლიდა რომ ფეხზე დამძარმა საჭმელი არ ჭამა. დაჯექი, მოემზადე საკვებად, ორგანიზმი განაწვა იმისთვის, რომ უნდა საკვები მიიღოს და დამჭდარმა წესიერად მარტო იქნები მარტო კაშეჭა მოგონდი ჯექი, არავითარ წიგს არ ესაქმება საკვებმაგიდასთან, არანაირ ტელეფონს იქ არ ესაქმება, საქმე არ აქვს იქ და იმიტომ რომ ეს საკმაოდ სერიოზული საქმეა კვება. ზოგიერთ გონია ყბებს მოიქნებს გადაყლაპოს და უკვე იკვება. ეს ყველა საპასუხისმგებლო პროცესია. კიდევ მეორე, ამითი ვამყარებთ ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ნუტრიციოლოგიურადაც არ ვამართლებთ, იმიტომ რომ აი ესეთი გაჭირდება გახედოს ქუჩაში გახვიდე, ნახევარ თბილისი დადეს და ქუჩაში იცოხნება. ამას სოხნა ქვია, თან რომ დადიხარ და თან რომ ჭამ. და თან საუბრო. კვება ქვია იმას, რომ დაჯდები და შეჭამ, დაასრულებ ადგილ და მერე გააკეთებ საქმეს და თან საქმე აკეთო, თან ჭამდე.
ბარემ ლოგინშიც იწეკით და სხვა საქმეებში აკეთებთ ჭამასთან ერთად, აბა გამოდის, არ გამოდის. კვების დროს როცა ადამიანი რაღაცით ერთობა, ისედაც უფრო დიდი რაოდენობით საკვებს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივ და ამ ხრივაც არ არის კარგი. რა თქმა უნდა. რაც შეეხება ჯდომის მანერას კვების დროს, ამას ვინაიდან ორფეხზე მოსიარულე ცხოვრება. ამას ქვია უაზროდ ჭამა ქვია, იმიტომ რომ აზრს ვერ აყოლებ, რა სჭამით, ან იქ უყურებ რაღაცებს, ჭამ როგორ ვთქვა, მაშინალურად, ანუ მექანიკურად. ჭამ და ვერც სიამოვნებას განიცდი ესეთი კვებისგან, ვერც დანაყროვანებას ვერ მიხვდები, როდის დანაყრდი. კი ბატონო. და კიდევ ერთი თავისებურება, რაც ახასიათებს ამ ორ, ასე ვთქვათ, სპეციალობას, კბილის ჯანმრთელობა ძალიან ხშირად, აი თუნდაც კალციუმის დეფიციტი თუ საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების, იგივე თუნდაც ცურავანდი C ვიტამინის დეფიციტი, რომელიც ესე გამოიხატება პირის ღრუთით, ძალიან ხშირად არის კუჭა-ძვლავის სისტემის დაავადებების მარკერი. ბატონო ზაქარიამ კარგი რამ შეგვახსენა ჰალიტოზის სახით, ძალიან სერიოზული და გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ზოგი დაავადებათაც არ აღიქოს. ზაქარიას, კი ბატონო, და ფიქრობენ, რომ რაღაცა კბილის ძვირადღირებული, ასე ვთქვათ, პასტებით და ჯაგრისებით შეიძლება მოგვერდეს და ამ დროს ბევრად დაბლიდან იწყება პრობლემა. და მეორე და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის ის რაც არის ვიტამინები, ანუ არასრულფასოვანი საკვების მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უამრავი რამ, მათ შორის გრძილების დაავადებები, კბილების ნაადრევი, ასე ვთქვათ, მორყევა და შეიძლება ახალგაზრდა ასაკში ადამიანს უკვე პრობლემები ქონდეს ისეთი, რომ დაჭირდეს სერიოზული სწორი კვება იმუნიტეტის საწინდარისა. დიახ. ადამიანი თუ სწორად იკვებება და სწორ ურთიერთობაში არის გარესამყაროსთან, ეს ადამიანი არ ავადობს. ძნელად ხდება ავად. მაგრამ ათასნაირი დიეტები თვითონ რაღაცა აწესრიგებენ ზოგი წონას. ამით ფაქტურად სასიცოცხლო ძალებს ებრძვიან თავიანთი. ყოველთვის ვამბობ, კვება უნდა იყოს დღეში 5-ჯერადი. ცოტა და ხშირ-ხშირი ულუფებით. უნდა იცოდეს ადამიანმა გარჩევა ყოველდღიური საკვები, რა არის და რა არის სადღესასწაულო საკვები. თუ ტანსაცმლის გარჩევა ვიცით, რა ორ ნაწილად გვაქვს ესე გაყოფილი სადღესასწაულო და ყოველდღიური საკვებიც ესეთი უნდა იყოს კაცო. რა გვემწვადება ყოველდღე. ყოველდღე საცივს ჭამა, გაგონილა. და ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებ ერთმანეთს. დაუბრუნდით საოჯახო სამზარეულოებს. სახში მოამზადეთ საკვები ქალბატონებო. და ვისაც არ ყავს გვერდით ქალბატონი, მამაკაცებს მიმართა ვისწავლეთ სახში საკვების კეთება. თქვენ თვითონ იცოდეთ რას აკეთებთ და რითი აკეთებთ. სახში დღევანდელი მოსახლეობის 80% სახში საჭმელს აღარ ჭამს. და თუ ჭამს სახში, ქუჩაში ნაყიდი საჭმელი მოაქვს და იმას ჭამს. ეგეთი ცხოვრება მოვიდა. არა და მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში რიტუალური სადილები გქონდა სახში ჩვენ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცისთვისაც. როდესაც შვილები და მშობლები კვირაში ერთხელ მაინც შეიკრიბებიან ერთად. მაგიდასთან, რომელ მაგიდასაც საოჯახო მაგიდა ქვია. როდესაც ყველა მიიცის თავისი ადგილი განსაზღვრული ამ მაგიდასთან. ოჯახის უფროსი როდის თავში და მერე წლოვანების მიხედვით რომ შვილები გვერდით უსხებდნენ. და ბავშვების შვილების თაობები არა, ბატონო. არა, შვილების რიგს რომ დედა ასრულებს მენე. დედა თავისი ხელით რომ მიუტანს ყველას, თავისი უფროს-უმცროსობის მიხედვით საკვებს, თავისი ზომის თებშით რომ დასწრებიან და ერთმანეთს გადახედავენ და იმ სუფრასთან
ბევრსაც არავინ არ ლაპარაკობს, უბრალოდ კითხვას დასვას მშობელი, აბა შვილებო როგორ ხართ? ვის რა გასაჭირი გაქვთ? რა ვერ დაძლიეთ? რა პრობლემა გაქვთ? ოჯახებს ეს ამტკიცებს ხალხო. თანამედროვე სუფრის მოდამ ბატონ ზახარი გააქრო უკვე ისეთი ნივთების საჭიროება, როგორიცაა მაგალითად ლამბაქი ჭიქისთვის, ჩანგალი, კოზი, იმიტომ რომ შემოდის ეგრეთ წოდებული ფასტფუდების კულტურა, რომელშიც ბუტერბროდი შეგიძლია ჭამო. ძალიან მალე ესეც გაგრძელდა, ძალიან მალე სახლში იხილავთ, თქვენ ნებისმიერ ოჯახში იხილავთ ხაღალდის ჭიქებს, ხაღალდის თევზებს, ერთჯერადებს. და ყოველი ჭამის შემდეგ ამას მოხეტანა ჩაღრიანი მასში, რომ არავინ რეცხვა არ მოგვიწიოს, ასე ვთქვათ. და ოხრად დაგვრჩება ის სურჭლის სარეცხი მანქანაში. ბატონ ზაქარი, კიდე ერთ საინტერესო მოვლენაზე მინდა ასე ვთქვათ, მივაქციოთ ყურადღება, ეს არის საღეჭი რეზინა, რომელიც თავის დროზე შეიქმნა ვითომ პირის დროს ჰიგიენისთვის, ბუშტების გასაბერად მერე იქცა, ასე ვთქვათ. მომდენო პერიოდში სტომატოლოგებმა აღიარეს, რომ ეს იყო გრძილების გასამაგრებელი ერთგვარი სავარჯიშო, თუმცა მერე ალაპარაკებდნენ, რომ ძალიან ხანგრძლივად გამოყენება აზიანებდა პლომბებს და პაციენტებში იწვევდა მავნეჩვევებს, მათ შორის ყბის სახსრის დაზიანებასაც. თუმცა რამდენადაც მე ვნახულობ გასტროენტეროლოგიისთვისაც სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ იწვევს არამოტივირებულ კუჭისწვენის გამოყოფას, კუჭი ელოდება საკვების და ნერწვის არამოტივირებულ დიახ, რომელიც ასევე ჩადის კუჭში და იწვევს, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი იმდენად მაშინალურად, მექანიკურად აქვს ზოგიერთს, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებიც მასწავლებელმა თუ არ მიუთით და გაუთავებლად საათობით შეუძლიათ რეზინა, რომელიც თან საღეჭი რეზინა დროთა განმავლობაში უკვე ტოქსიურ ნივთიერებებს გამოიწვევს. სტომატოლოგიაში ძალიან მოთხოვნადი გახდა ვილის ორთოპედია მოზარდებში. დიახ, მე საინტერესო. რასაც მე პირდაპირ უკავშირებ ხანგრძლივად და მუდმივად პირში სოსკას რა ქვია? საწოვარას ხდება. თანკბილად ფუჭდება, კი ბატონო. თანკბილად ფუჭდება. მუდმივად წოვის რეფლექსი იწვევს უარყოფითი ცნევის განვითარებას პირის ღრუში, რაც მოქმედებს ჯერისო ჩამოუყალიბებელ ყბის ძვლებზე და ყბას განვითარების საშუალებას არ აძლევს, განსაკუთრებით ზედა ყბის და ხდება აცდენა საღეჭი კბილების, საღეჭი არა, საჭრელი კბილების. გესმით ხო რაზეა საუბარი? ბევრად უფრო სტომატოლოგიური, ორთოპედიული თვალსაზრისით, ბევრად უფრო ნაკლები საქმე იყო იმ პერიოდში, როცა საწოვარები არ არსებობდა. ხო, მაგრამ დღესდღეობით სულ უფრო ნაკლებად ცალიათ დედებს ბავშვებისთვის და საწოვარა გადაიქცა ერთად. ეს იყო ჩვენთან პაციენტი სოლქმარი მოვიდა და მოიწყანეს 6 წლის ბავშვი ახლდათ თან. დიახ. ხედავ ის სოსკა უძვეს პირში და უღლაჭუნებს ამ სოსკას კაცო და ეხლა რა გასაკვირია გავა ცოტა ხანი 12-13 წლისა გახდება და აუცილებლად ბრეკეტებს დააკრავენ ამბავს ან კბილებს ამოუგებენ ზოგიერთ ციცია გავრჩებული უკვე საწოვარად ის და იმდენად განუვითარებელია ზედა ყბის საკბილე მორჩები რომ მათ ბრეკეტებიც აღარ შველით უკვე იმიტომ რომ კბილებმა თავისი ადგილი უნდა დაიკავონ მანძილი აღარ ყოფნით ეს და ყბის დეფექტიც არის ხომ ეშვებს უღებენ ბავშვებს ძალიან ბევრი ადამიანი ვიცჩემს გარშემო შვილებს ამოუღებს ეშვები რომ კბილები ჩაჯდეს ფორმაში და ამას პრობლემად არ თვლიან კი ბატონო და პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა აფუჭებს. შე როგორი საქმეა რომ ახალგაზრდა მოზარდ ადამიანს უკვე ორი კბილი მოაცალა. ორი ეშვი. ეს ეშვია ძირითადი მთავარი კბილი რომელმაც მაგარი რაღაცაც უნდა გაყვნიტოს და სიძლიერეს აძლევს. ჩვენი მტაცებლური ბუნების მაჩვენებელია, როგორც ანთროპოლოგები ამბობენ, არის კბილის ეშვები. ეშვი კბილები, იმიტომ რომ მათ აქვს ცოტა განსხვავებული. ეშვი რომ მოაძრო, მტაცებლურ თვისებებს დიახ. მოკვდება. ვეღარ მოიპოვებს საკვებს.
კი ბატონო, კბილი იმდენად მნიშვნელოვანი დეტალი გახდა, რომ დღესდღეობით უკვე საუბრობენ. ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი დეტალი. კი ბატონო, ღეროვანი ესთეტიკური თვალსაზრისითაც და ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. მე მახსოვს სკოლაში რომ სწავლობდი. თვეში ერთხელ სკოლის სტომატოლოგი შემოირბენდა ხოლმე კლასში შუა გაკვეთილზე, უცებ კარებს გააღებდა, შეკვეწყვეტიებდა გაკვეთილს, აბა და ბავშვებს დაგუთვალიერებდა კბილები რა მდგომარეობაში. მაგრამ ეხლა მანამ ყევას არ დაიწყებს კბილები, მანამ ექიმთანაც არ მიყავთ უშევლოს ბავშვი. და კიდე ერთი რამ მინდა ბატონ ზაქარია თქვენგან მოვისმინო, ეს არის პრობლემა, რომელსაც ეძახიან სტომატოლოგიური პრობლემა, გასტროენტეროლოგიური საფუძველით, ეს არის კბილების კარიესი და რა მნიშვნელობა აქვს და რამდენად სწორია მითი, რომ დაუშვათ კბილების არ გახეხვა, ჰიგიენის დაუცველობა და ტკბილის საკვები აზიანებს და იგივე მეორე პირის ღრუში თუ დამკვიდრდა და მშავა გარემო, სუსტად მშავა გარემო, ის აუცილებლად კარიესის მიზეზი გახდება. დღეს თუ ხვალ. იმიტომ რომ არ არის კბილებისთვის ეს ჩვეული და სასურველი გარემო. მშავა გარემო არ უყვარს პირის ღრუს. მაგან გამომდინარე გასტროლოგია, ანუ კუჭის პრობლემები იწყება პირის ღრუდან და სტომატოლოგიური პრობლემები და პირის ღრუს პრობლემები იწყება გასტრიტებიდან, რეფლუქს დაავადებიდან. პირდაპირ კავშირი აქვს ერთმანეთთან. ძალიან ახლო პროფესიები არიან, ასე ვთქვათ, ძალიან ახლო საერთო პრობლემასთან შეჭიდებული, ამიტომაც სწორედ ანუ სტომატოლოგის, ასე ვთქვათ, განათლებას და სიფხიზლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვიცი ჰემატოლოგებისგან, რომ რკინა-დეფიციტური ანემიის საფრთხესაც კი ხანდახან სტომატოლოგია მოიცნობს, პირის ღრუს ფერი არ მოეწონება ან მდგომარეობა, ნუ აღარ არის ლაპარაკი გავრცელებულ ისტორიაზე თუნდაც ურავანთან დაკავშირებით თუ სხვა დაავადებებზე, ასე რომ ყველა სტომატოლოგს მინდა ვთხოვო და მოუწოდო თუ სურვილი გექნებათ, რომ შემდგომ გადაცემებში ჩავწეროთ თქვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, შემოგვეხმიანეთ. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ როგორც Facebook-ის გვერდზე, ასევე Instagram-ზე და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ თქვენთან ერთად, აუცილებლად ჩავწერთ, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი სურვილია, რომ სამედიცინო ცოდნის ცნობადობა გავზარდოთ მოსახლეობაში და პროფესიონალი სტომატოლოგისგან პირის ღრუს ჯანმრთელობაზე საუბარი ძალიან საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა. ჩვენი პოდკასტების სერია გრძელდება და სიამოვნებით ვიწევთ ყველა ექიმს საინტერესო თემაზე სასაუბროდ. ბატონ ზაქარია, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. ძალიან საინტერესო იყო თქვენი პოზიცია. მე ერთ დავამატებდი ნუტრიციოლოგის თვალსაზრისით, რომ კვებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის კვება, რომელიც ჯანმრთელ კუჭ-ნაწლავს განაპირობებს, კბილების ჯანმრთელობასაც განაპირობებს და ფორმულა მაინც ერთია, ჯანსაღი კვება იმასაც უხდება და ამასაც ასე ვთქვათ, ხო? და კიდე ერთი რამე, ჯანსაღი კვება ჯანსაღ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს. რა თქმა უნდა, ჯანსაღ გარემო ზუსტად აი ეს სიმშვიდე და სტრესის არარსებობა განაპირობებს. და ყველა ჯანსაღი გარემო ტრადიციულ ქართულ ოჯახებშია. კი ბატონო. საკვებიც ნორმალურად ერგებათ ადამიანებს. სიმშვიდეც აქვს, ურთიერთ სიყვარული ბევრია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნელ-ნელა ახალი წელი გვიახლოვდება ბატონ ზაქარია. ой, უკვე. მალე. აღიშხარ ჯერ ადრეა, მაგრამ მალე მოგდის ახალი წელი. კი ბატონო, ქართველებს განსაკუთრებით მიყვარს ეს ჟრიამული და გვაკლია ახალი წელი, ხო და დღესასწაული. კი ბატონო, ძალიან ისეთი დღესასწაულია ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი. კბილეულისგან გავფრთხილდნენ ახალ წლებში, ახლა გოზინაყი ყველა ოჯახში იქნება და განსაკუთრებით გოზინაყი არის ხოლმე წარმატ ნუ მიიღებთ, ანუ დაძინების წინ მაინდა-მაინც არ არის სასურველი გოზინაყის მიღება არც ხუთისთვის და არც კბილებისთვის. არც ჭარბი ალკოჰოლი ბატონო ზაქარია. რაც შეეხება პირის ღრუს ჰიგიენას, ზოგიერთი პირის ღრუს ჰიგიენას მხოლოდ დილით იტარებს. აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის ღონისძიებების ჩატარება ღამე ძილის წინ, რომ ტუტე გარემოში შევქმნათ ხელოვნურად მაინც პირში და ცოტა ხანი გაუძლოს იმ შავა აგრესიას, რასაც უწევთ იმ ადამიანებს, მაგ ლაპარაკი, ვინც
ჩვენ გასტროეზოფაგური რეფლუქსით გვეტანჯება, ხო? და დილით რა თქმა უნდა, ცილებლად. და საერთოდ აუხსნით თავს მარტო ხელების დაბანა არ არის, საკმარისი. ხელების დაბანაზე უახლოეს დღეებში ძალიან საინტერესო გადაცემა შემოგთავაზებთ. ხელების დაბანაზე არა, უფრო სწორედ ვიტყოდი კანისა და მისი საფარველის ჯანმრთელობის შესახებ და იმ ეპიდემიაზე, კი ბატონო, წინასწარ დიდი ამბავია. მინდა რომ დავაანონსო ბატონო ზაქარია, იმიტომ რომ მინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა უსმინოს, იმიტომ რომ ჩვენ ეპიდემიოლოგთან ეგ აუცილებლად ჩვენ ყოველგვარ პროფესიონალურ ფარმაცევტულ და ასე ვთქვათ ინსტრუმენტალურ ინტერესს მოკლებულია ჩვენი გადაცემები და აუცილებლად გეტყვით მხოლოდ სიმართლეს ამ თემაზე და ამ პრობლემაზე. და კიდე ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა გამოიკვითა შესაბამისი მედიკამენტების დეფიციტი დაუშვათ რომ ეს ეპიდემია შენელდეს და შემცირდეს. მუნზე თუ ალაბარაკი ერთ-ერთი მედიკამენტია რომელიც შველის ამას ეს არის 33%-იანი გოგირდის მალამო რომელიც უნდა წაისვას ადამიანმა სამჯერ სულ და მაგრამ სანდა ისოდეს ესაც არიციან არც ერთი აფთიაქი დღეს არ ამზადებს ესეთ რაღაცებს და გოგირდის შემცველი 5%-იანი 10%-იანი მალამოები კი არის. მაგრამ ის არ შველის 33%-იანი გოგირდია საჭირო ამისთვის სუპრასტინი უნდა მიიღოთ კიდევ ქავილის შემცირდეს და თავი თავის დავად ამწოვებს დაავადების მიმდინარეობას. ხო და განსაკუთრებით ამ დაავადების მიმდინარეობას ამწოვებს ბანაობა. კი ბატონო, კუნალობის პერიოდში. ხო. არ უნდა იფანოს. ეს გარკვეული დისკომფორტია რაღაც. მე სიმშობლებს რომლებსაც აგერ თუ დღეს მითხეს რომ რაღაც სკოლა დაუკეტია თუ გამოდის გამო და თუმცა ჰიგიენის დეფიციტი თუ ვინმე ისმენს როულად გეტყვით იმას რომ თუ მკურნალობთ უკვე ბავშვებს ის თეთრეული რომელშიც წვანან ეს ბავშვები ის თეთრეულს საერთოდ უნდა გადაღაროთ და ლეიბები უნდა ცხელი უთოთი უნდა დამუშავდეს ყოველ შემთხვევაში რომ ის კვერცხები სამწუხაროდ დღესდღეობით ვეღარ მოუწოდებთ უკვე ადრე როგორც ამბობდა რომ საპონი და ჰიგიენა იცავს თუ ეს დაავადება გაჩნდა უკვე თუ ეს დაავადება გაჩნდა ამას საპონი და ჰიგიენა ვერ იცავს კიდევ ვიმეორებ რაც უფრო მეტად დაიბან უფრო მეტად გამწვავდება და რა არის სინამდვილეში ეს არის კანკრის ტკიპა ხო და ძალიან ცუდი პარაზიტია რა მოკლედ ესე დაგონს და კიდე ერთი თხოვნა, იმიტომ რომ დღეს ერთი დიდი ტრაგედია გვაქვს კიდე რომ სკოლებში რამდენიმე ნაკადად მიდის მეცადინეობა, რაღაცა რემონტებია სკოლებში და ძალიან გაიფსო თბილისის მოსახლეობით, ძალიან ბევრია საქართველოშიც, კონკრეტულად თბილისში და პირადად ჩემი შვილებისთვის სკოლა უფრო მეტად ერთი ნაკადიანი იყო, ბატონო ზაქარია, ეხლა იმავე სკოლებში 2-3 ნაკადი ზის და რა თქმა უნდა ვერ ესწრება მერხის დამუშავება, წიგნების და ასე შემდეგ, ხო? და მშობლებს მინდა ვთხოვო რომ იქნება ბავშვებს ისე რეკომენდაციები უთხრა მშობლებს ყველა ქავილი მუნი არ არის რომ იცოდეთ მუნმა იცის თელტანზე აბსოლუტურად ყველა ქავილი განსაკუთრებით ხელებზე ფეხის თითების გასწვრივ ესეთი წითელი წვრილი თითქოს შედის და გამოდის გზებივით ხასიათდება და რაც თავარია კისრის ზემოთ მუს გამოვნება არ აქვს თავზე არ არსებობს. კისრის ზემოთ არა. კი ბატონო, ეს ისე მოკლე გადახვევა უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალეთ რომ ამ გადაცემაში ხო, წინასწარ მანამ იმ გადაცემას ჩავთვალეთ რომ შევლებმა იცოდეთ რომ ძალიან როგორი რომ უმკურნალებ ბავშვებს მე რომ არა მარტო ბავშვებს, ბატონო ზაქარია უკვე დიდებში ძალიან გავრცელებულა. ბავშვის სახლში რომ მივა დედაში ხელრო ჩაიხუტებს, აბა რა იქნება. სავარაუდოდ მიზეზი არის მიგრაცია მაინც, მე ამ თეორიას შეიძლება ხა ცოტა პოლიტიკური გამომივიდეს, მაგრამ ესე ვიყრდნობი. რანაირი ხალხი შემოდის იქედან იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს დაავადება ძალიან გავრცელებულია, საქართველოში 90-იან წლების მერე მუს პრაქტიკულად ეძინა და ძალიან იყო, მაგრამ ისეთი არ არის. 90-იან წლებში ზუსტად აი ეს ჰიგიენური პირობები რო არ იყოს და წყალი არსად არ მოდიოდა და ხალხი პირდაპირ შეეჭერა, მაშინ მოხდა აფეთქება ერთი. და მე ჩვენ დავძლიეთ, იმიტომ რომ მუნი სოციალურ დაავადებად ითვლება მაინც. და განკურნებადია, რაც თავარია პანიკის საფუძველი მართლა არ არის, იმიტომ რომ ძალიან შეწუხებულია. ძალიან მალე 3 დღეში 3 ჯერადი წასმით ყოველ დღე
უნდა დაისვას ადამიანმა და მეოთხე დღეს უნდა იმანაოს. ეგ ძალიან ცუდი სუნია გოგირდის 33%. კი ბატონო, უფრო მეც ახლეს და უფრო თანამედროვე მკურნალობაზე და სხვა მეთოდებზე ჩვენი ეპიდემიოლოგი გვესაუბრება, დიდი მოუთმელად ველოდებით მას. შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუბრის თემა იყო პირის ღრუჭამთელობა და გასტროენტეროლოგიური პრობლემები. ჩემი სტუმარი იყო ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი, ონკოლოგი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ბატონ ზაქარია მოგახსენოთ და ჯანმრთელობა უსურვოთ ჩვენს მაყურებლებს.